ელექტროენერგეტიკული ბაზარი და არსებული გამოწვევები. Როგორ აისახება გაზრდილი ტარიფი, ჯარიმების ჩამოწერა და ბოლო პერიოდში მიღებული სხვა გადაწყვეტილებები დარგის განვითარებასა და ენერგოკომპანიების გამოწვევებზე. სტუმართან Energy Development Georgia's და Green Energy Holding-ის მმართველ დირექტორთან გიორგი შუკაკიძესთან ერთად ვისაუბრებთ. გიორგი, მოგესალმები. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმები ანუკა, მადლობა მოწვევისთვის. გიორგი, დავიწყოთ დღეს აქტუალური თემით. კერძოდ პრემიერმა დღეს შეაჯამა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი, კერძოდ ჯარიმების ჩამოწერა და აღნიშნა, რომ 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილებმა უარი თქვეს შემოთავაზებაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატი პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატის პროექტები. მინდა რომ ეს გადაწყვეტილება შევაჯამოთ. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ თუ ისარგებლეთ ამ უფლებით, რომ მომხდარიყო ჩამოწერა ვალებით თქვენი კომპანიისთვის და როგორ აისახება ეს რა ახალ სიცოცხლეს მისცემს იმ ჩამორთმეულ პროექტებსაც, რომლებიც შეიძლება რომ მომავალში განვითარდეს და ახალი სიცოცხლე შესწინოს. კიდევ ერთხელ მადლობა ანუკა მოწვევისთვის და კითხვისთვის. შეფასების ნაწილში ალბათ ესე ვიტყოდი, რომ თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული გარემოების შესაბამისად არსებობდა ესეთი პროექტები, რომელსაც გარკვეულ დროში, დათქმულ დროში ვერ მოახერხეს ამ პროექტების განხორციელება და ანუ ობიექტური მიზეზები თუ იქნება საბოლოო ჯამში განხილული და შეფასებული, ძალიან კარგია თუ რატო რამ გამოიწვია ზოგადად ეს გარემოება და რატო გახდა აუცილებლობა ამ პროექტების მიმართ მსგავსი ხარდაჭერის მექანიზმის ამოქმედება. ზოგადად კარგი არის, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელი იქნება იმ პროექტების ნუსხა, რომელიც შემდგომში შეიძლება განვითარდეს ახალი პირობებით და ასევე გაუქმებელ პროექტებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ თუ ინვესტორები ამ კონკრეტულ დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პროექტების განხორციელება, ანუ დღეს რეალურად გაჩნდება შესაძლებლობა სხვამ განახორციელოს მარტივად რო თქვა ეს პროექტები და რეალურად სისტემა რასაც ელოდება და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიმართულება რაც არის ენერგეტიკის კუთხით, რასაც ველოდებით და რა გეგმებიც არის, ანუ ამ გეგმების შესრულებისთვის თქვა გადმული ნაბიჯი იქნება უფრო მარტივი გასაგები სურათი, რას უნდა ველოდოთ შემდგომში. და გარკვეულწილად მინდა რომ არსებული რეალობა შევაფასოთ პირველი 3 თვის მიმდინარე წლის. პირველი კვარტალი გაზრდილი მოთხოვნა და გაზრდილი იმპორტი. აი რა სიტუაცია არის ამ ხრივ სექტორში მოთხოვნა მიწოდების თვალსაზრისით? გაზრდილი იმპორტი ზოგადად ცუდი არის, რადგან იმპორტ-დამოკიდებულება მზარდი, როგორც ესეთი არ არის მისაღები ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან იმპორტ-დამოკიდებულება, როგორც იცით, აქვს ერთი კომერციული ღირებულება და ფასი და მეორე, ანუ პოლიტიკური ღირებულება აქვს რეალურად ამ თითოეულ კილოვატ-საათს. შესაბამისად, ანუ ეს როდესაც მზარდი არის, სხვა ლავირების საშუალებები და მოქმედების საშუალებები ფაქტიურად შეუძლებელი ხდება, მაგალითად იანვრის თვე ესეთი სამაგალითო თვე იყო, როდესაც იმპორტზე დამოკიდებულება მე ვფიქრობ კრიტიკულ ზღვარზე იყო დაახლოებით 60%-ის ფარგლებში ქვეყნის მოთხოვნის კმაყოფილდებოდა იმპორტირებული რესურსით, გულისხმობ ელექტროენერგიას და გაზს და ნებისმიერი თუნდაც ტექნიკური პრობლემა და არა თქვათ არატექნიკური საფრთხე იყო ზოგადად საქართველოს ელექტროსისტემის თვის. აქედან გამომდინარე, ან ყველაფერი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მსგავსი დამოკიდებულება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შესრულდეს რეალურად ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ქვეყანაში წარმოებული საკუთარი რესურსით. ეს არის გადამოკვეთა ამ პრობლემებს და ამაზე მინდა რომ გითხოთ, რისი საჭიროება დაგანახათ უფრო მეტად? მარეგულირებელი ჰესების განვითარება თუ ეს სხვა გადაწყვეტილებები შეიძლება რომ იქნას მიღებული? რეალურად ან პრობლემა დღის ეს რიგში რას დგას არის ენერგიის უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ენერგიის ჩანაცვლება საკუთარი რესურსით ცალსახად უნდა განხორციელდეს და ამისათვის ყველა ის პროექტი, რომელიც თეორიულად ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ეფექტურად და მდგრადად უზრუნველყოფს, ანუ ამის სასწრაფოდ განხორციელების აუცილებლობა დგება. დღის ეს რიგში არ არის საუბარი მარტო თქვათ განახლებადი ენერგიების სხვადასხვა ტიპის სადგურებზე, არის საჭირო ისეთი სიმძლავრეების შემოყვანა, რომ ცალსახად ამ
მოთხოვნაში აი ამ ნაწილის ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი რესურსით. გავიმეორებ, გულისხმობ როგორც ჰიდრორესურსით და ჰიდრორესურსში ცალსახად მარეგულირებელ სადგურებსაც გულისხმობ და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებით. ჩვენ საუბარი დავიწყეთ ჩამოწერილი ჯარიმებით და პირობით პატიებით და გარკვეული პროექტები მაშინ შეიძლება ვერ განვითარდნენ, იმიტომ რომ გარკვეული ბიუროკრატიული და ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა. დღეს რა სიტუაციაა? ყველაზე ხშირად ინვესტორი, რომელიც განვითარებს პროექტს, რა ხელისშემშლელი ფაქტორები ხდება მას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ თუნდაც ჰესის შემთხვევაში რო ვისაუბროთ, ანუ ძალიან გრძელვადიანი პროცესია და ბევრი საფეხური უნდა გაიაროს პროექტმა იმისთვის, რომ ექსპლუატაციაში შევიდეს. ძირითადად რა გარემოებები გიშლით ხელს? კარგი კითხვაა და ვრცელი პასუხი შეიძლება ამაზე. ახსენეთ ბიუროკრატიული მომენტი და ცალსახად ანუ ამის წინაშე ვდგავართ რეალურად გადაწყვეტილებების მიღების დაყონება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და ცალსახად, როდესაც მსგავს სიტუაციაში ვართ, ან ყველა დაკარგულ ერთ დღეს თუ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება უფრო ვისურვებდი, რომ დროულ რეჟიმში მოხდეს. ამასთან ერთად არის სხვადასხვა შემზღუდველი გარემოებები, როგორც არის თქვა, ახალი რეგულაციების არსებობა ქვეყანაში, რომელიც ცალსახად პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დროში გაწეილ პროცესს წარმოქმნის და თქვა მოლოდინები, რომელიც შეიძლება თქვა ჩვენ გქონდეს მოსახლეობას და ზოგადად ქვეყნის ენერგოსისტემას რომ ხვალ გჭირდებოდეს რაღაც. ანუ ამ მთელი რეგულაციების არსებობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე უფრო და უფრო ასე ვიტყოდი დამძიმდა, ეს რეალურად შემაფერხებელი გარემოება იმ დროში მივახციოთ იმ სურვილებს, რომელიც გვაქვს და თავიდან როგორც აღნიშნეთ საკუთარი რესურსით უზრუნველყოფა საკუთარი მოხმარების, ანუ ამის შემაფერხებელი გარემოება შეიძლება ერთ-ერთიც ეს იყოს. გიორგი, გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფზეც მინდა გკითხოთ, მე ბევრი რესპონდენტისგან მოვისმინე მოსაზრება, რომ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელსაც გარდაუვალი ნაბიჯი იმისთვის, რომ სექტორს მდგრადად და უსაფრთხოდ განიგრძო ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაინც გაზრდილი იქნება ჩვენთვის, რამდენად მაღალი ტარიფი არის ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ძირითადად იმპორტზე არის მეტწილად დამოკიდებული გარკვეულ თვეებში. ხო, ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს. ერთი თქვათ დადებითი დავიწყებ, რომ ის ქსელი, რომელშიც რეალურად ეს გაზრდილი ტარიფის შედეგად შემოსული თანხები ინვესტირდება, ქსელის გაუმჯობესებას მოხმარდება, ასევე ქსელის გაუმჯობესება როგორც მიწოდების ნაწილში უზრუნველყოფს უფრო ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდებას და გამორთვები, როგორც ესეთი შემაწუხებელი გარემოება, რაც ამ ბოლო დროს ხშირი გახდა, ფაქტიურად შესაძლებელი იქნება, ანუ მისი აღმოფხვრა, ერთი ეს დადებითი კუთხით, მეორე იმ ნაწილს ვიტყვი, რომ ქსელის რეაბილიტაცია, განვითარება და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა უზრუნველყოფს დამატებითი სიმძლავრების მიერთების შესაძლებლობას, ეს დადებითი არის ამ ნაწილში, ხოლო უარყოფითი არის ის ფაქტორი, რომ გაზრდილი ნებისმიერი საფასური 1 კილოვატ-საათზე რთულად ასაქმელი არის ზოგადად როგორც მოსახლეობის და ასევე ბიზნესისთვის მომხმარებლის კუთხით. ერთ-ერთი ცუდი ფაქტი შეიძლება ესე შევაფასოთ რეალურად ან მოსახლეობას და ბიზნესს მოუწევს უფრო მეტის გადახდა იმ კილოვატ-საათებში, რასაც მოიხმარდა წარმოებისთვის ან საყოფო ცხოვრების მოხმარებისთვის. ორი მხარე აქვს მოკლედ ამას, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. მწვანე ობლიგაციებს და მწვანე სერტიფიკატებს მინდა შევეხოთ. თქვენ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენთან ბრძანდებოდით სტუდიაში, ამაზე ისაუბრეთ, როცა პირველად გამოვშვით მწვანე ობლიგაციები და საკმაოდ კარგი შედეგიც იყო, მალე გაიყიდა, როგორც ვიცით. თუ აპირებთ ამ მიმართულებით გააქტიურებას? ხო, ესეც მადლობა კითხვისთვის, ანუ ჩვენი კომპანია ეს თქვა მწვანე სტატუსით სარგებლობს და რეალურად მწვანე ობლიგაცია საშუალებას გვაძლევს ანუ კაპიტალის ბაზარზე რეალურად შევთავაზოთ ჩვენი პროდუქტის უბრალოდ ჩვენი კომპანიის ობლიგაციები და ეს საშუალებას იძლევა რეალურად საბანკო რესურსი რაც დღეს თქვა კომპანიას ჰქონდა და რომლის ჩანაცვლება მოხდა ამ მწვანე ობლიგაციებიდან შემოსული თანხით რეალურად უფრო ნაკლებ
ღირებულების თანხა ნაკლებ პროცენტში უზრუნველყოთ ჩვენი საინვესტიციო პროდუქტის შექმნა. ეს კარგი არის, დადებითი არის, ან რეალურად საბანკო სექტორს კონკურენტი გაუჩნდა კაპიტალის ბაზრის კუთხით და შესაძლებლობა არის ეს გამოთავისუფლებული ფული, თქვათ, რეინვესტირება გავაკეთოთ ასევე მსგავს პროექტებში, რომელიც თქვათ ჩვენს მფლობელობაში არის. და ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა თქვენს კომპანიაზეც კითხოთ, გურიაში თქვენ უკვე გაქვთ განხორციელებული ჰიდროს პროექტები, თუმცა ამ ეტაპზე ჰიდროსთან ერთად ქარის პროექტებზეც მუშაობთ. რა ეტაპზეა ეს პროექტები? ხო, ჩვენს პორტფელში არსებული ჰიდროელექტროსადგურებიც არის, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურიც არის აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე გვაქვს პოტენციური პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში ვერუდებით აღმოსავლური ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მშენებლობის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით შესაბამის ხელშეკრულების გაფორმებას. ალბათ ფიქრობთ, ის ბოლოს ეს უნდა დასრულდეს და კიდე ერთ-ერთი განახლებადი ენერგიის მწვანე სადგურის მშენებლობას დავიწყებთ ასევე გურიის რეგიონში. პორტფელში გვაქვს კიდევ ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც დღეს მდგომარეობად კვლევის ეტაპზე არის და ვფიქრობთ, ზაფხულის ბოლოს სრული მონაცემი გვექნება თუ რა პარამეტრების შეიძლება იყოს ეს სადგური და შესაბამისად მომავალ წლის გაზაფხულზე ვაპირებთ მის მშენებლობის დაწყებას. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, მე გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო Energy Development Georgias და Green Energy Holding-ის მმართველი დირექტორი გიორგი შუკაკიძე.